გამარჯობა, მე ლელა კოდორაშვილი ვარ. ჩემი ვიდეო ჩანაწერებისთვის მე-17 წიგნად შევარჩიე ნატო დავითაშვილის თანამედროვე ქართველი ავტორის რომანი ნისლებში და ნისლებს მიღმა, რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა. ასეთი ულამაზესი ყდის დიზაინერი კი არის თეონა ჭანიშვილი. ნატო დავითაშვილი ავტორი არის იროელთა ქრონიკებისა, რომელიც მოიცავს 7 წიგნს. ჩემს უფროს შვილს 15 წლის თეკლას ძალიან უყვარს ნატო დავითაშვილი, თავის საყვარელ მწერლად მიიჩნევს და მისი ბიბლიოთეკიდან მოვიტანე 7-ვე ნაწილი. თეკლას ყველა წიგნი აქვს წაკითხული, მე მხოლოდ 3 მათგანი წავიკითხე და წინ მელის დანარჩენი წიგნების პირველად წაკითხვის სიხარული. ნატო დავითაშვილის იროელთა ქრონიკები ფენტეზის ჟანრია. ქართულ მითოლოგიას ეყრდნობა ავტორი და ამასთანავე ქმნის სრულიად გამორჩეულ, განსხვავებულ, მრავალფეროვან მხატვრულ სამყაროს. სადაც გამოგონილ პერსონაჟებთან, მითიურ პერსონაჟებთან ერთად გვხვდებიან გამოგონილი პერსონაჟები. ნისლებში და ნისლებს მიღმა ჩემს მე-7 კლასის შევთავაზე კლასის საკითხავ წიგნად და დავიწყარი თავგადასავალი გვაჩუქა. ვიმოგზაურეთ ქართულ მითოლოგიაში და თუ კი მასწავლებლები გადაწყვეტთ, რომ წააკითხოთ მთელ კლასს ეს წიგნი, ან რომელიმე იროელთა ქრონიკებიდან რომელიმე სხვა, გირჩევთ, რომ წინასწარ ქართული მითოსის შესახებ ესაუბროთ ბავშვებს. მე ამაში მეხმარება ეს წიგნები, ქართული მითების წიგნები, ასევე ქართული მითიური გმირები, გამომცემლობა არტანუჯის წიგნი და ენციკლოპედია ქართული მითოლოგიის, რომლის ავტორია ზურაბ კიკნაძე. პარალელურად ვკითხულობ, როგორც კი შემხვდება უცნობი მითიური გმირი, დამატებით ვეძები ინფორმაციას და ეს ძალიან საინტერესო პროცესი არის, რის გაზიარების სურვილიც გამიჩნდა თქვენთვის. მახსოვს აქვე უნდა აღვნიშნო ლექსიკა, რადგან ეს წიგნები ნატო დავითაშვილი იყენებს ძველ მივიწყებულ ქართულ სიტყვებს, რადგან მისი სამყარო, ეს ამბები ვითარდება წარსულში და დამაჯერებლობას, რაც სცენს თხრობას, ავტორისეულ თხრობას, ეს არის ძველი ქართული სიტყვები, ძველი ნივთები, რომლებსაც აცოცხლებს ავტორი, პერსონაჟთა სახელები და ამ ყოველივეს მოსაშინაურებლად, ასე რომ ვთქვათ, დამატებითი ძალისხმევა გვჭირდება, რადგან თანამედროვე ბავშვები ლექსიკა წირია, ღარიბდება თანდათან და ნატო დავითაშვილის ეს რომანები მივიწყებული ცოდნის გახსენებას უწყობს ხელს. მე და თეკლა ძალიან ხშირად საუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორი მრავალფეროვანი და საინტერესო სამყარო შემოგთავაზა ავტორმა, როგორი მდიდარია მისი ფანტაზია, რადგან სიუჟეტი თითოეული წიგნისა არის ძალიან დინამიკური, სწრაფად იკითხება, ჩახლართულია ამბები, გიჭირს ერთმანეთთან დაკავშირება სხვადასხვა მოვლენისა, თუმცა ნელ-ნელა ფაზლივით ლაგდება ყველაფერი და ბოლოს წიგნის დასასრულს ყველაფერს ნათელი ეფინება. ნისლებში და ნისლებს მიღმა გამოირჩევა თავისი სიუჟეტითაც, რადგან აქ 2 პარალელური სიუჟეტი ვითარდება და რა ხდება ამ წიგნში. ჩვენ ვეცნობით 2 სივრცეს, ერთი არის ნისლებით მოცული, ხოლო მეორე ერთი პატარა სოფელი არის, სოფელი გურო, თავისი 20-ოდე მოსახლით, სადაც ნისლს ჯერ არ შეუღწევია. სამანის ქვები აქვს შემოვლებული სოფელს და მოსახლეობა თვლის, რომ სამანის ქვები და ცროლის მთა იცავს ჯერჯერობით სოფელს ნისლისგან. და რა არის ნისლი? ნისლი ამ წიგნში პერსონაჟია ერთგვარი,
ის მას უარყოფითი დატვირთვა აქვს, რადგან ნისლი და ავსულები ბნელეთიდან, ქვესკნელში გაბატონებული არსებები საერთოა. ავსულები იყენებენ ნისლს, რათა ადამიანებს დაუფარონ ყველაფერი, რაც მათთვის არის ლამაზი, წმინდა, მზე, ცა, ვარსკვლავები, გათიშონ ცისგან მიწა და ნელ-ნელა დაიპყრონ. ნისლი ჩნდება ადამიანებთან მას შემდეგ, რაც მთას, ბარსა და ზღვისპირეთს შორის დაპირისპირება იმძლავრებს და გაეთიშებიან ერთმანეთს. ეს გათითო კაცება ადამიანებს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოება გახდება იმის განმაპირობებელი მიზეზი, რომ ავსულებმა, ბოროტმა ძალებმა დაიპყრონ ადამიანები და ქვეყნიერება. ამბავი არის გადატანილი წარსულში, ეს არის ქართული რეალობა და ამის საფუძველს გვაძლევს აქ გამოყენებული ქართული სახელები, ტოპონიმები, გეოგრაფიული ადგილები, მაგალითად ცროლის მთა, გერგეტის მთა, სამძივარის მთა, ნახსენები არის ეს სივრცეები, ქართული სახელები და ნივთები, როგორც უკვე ვახსენე. პერსონაჟებს, რაც შეეხება პერსონაჟებს, ნისლებში თხრობა იწყება ორი პერსონაჟის გაცნობით. მთავარი პერსონაჟის ეს არის ანანია, მოხუცებული, რომელიც ჩანგზე უკრავს და სოფელში თავის დას ესტუმრება, თავის დის შვილიშვილს მახარეს თან გაიყოლებს, მას შემდეგ რაც მართა გარდაიცვლება და ანანია დადის სოფელ აგროვებს ამბებს და აქვს ასეთი რთული და ძალიან კეთილი მიზანი. მას სურს, რომ იპოვოს ისეთი წმინდა სიმბოლო, როგორიც არის ზარი, ასევე დროშა და ან სადმე წმინდა ნიშა, სადაც ანთელს ანთებენ და ამ ყოველივეს გამოცოცხლებით ზეცასთან კავშირი აღადგინოს, დაკარგული კავშირი. ამასობაში აღმოჩნდება, რომ მახარეს 12 წლის ბიჭს აქვს საოცარი ძალა, ის დაკარგულ გზებს მოიშინაურებს. საქმე ის არის, რომ ავსულებმა დაწყევლეს ადამიანების გზები და ასეთი წყევლა ამგვარია, მოუსავლეთში მიჰყავს ბილიკებს ადამიანები. გზების დაჭერის ძალას აღმოაჩენენ და მახარე და ანანია დაიწყებენ სოფელ ბილიკების დაჭერას, ქვებს რაც გულისხმობს შემდეგს ბილიკების გასწვრივ ქვებს აალაგებენ და ბილიკი ადგილზე რჩება, აღარ იკარგება, რის გამოც ადამიანებს მოძრაობა და მიმართულების გარკვევა უადვილდებათ. პარალელურად მეორე სიუჟეტური ხაზი ვითარდება სოფელ გუროში, სადაც ვერცნობით უსაყვარლეს და მთავარ პერსონაჟებს ერეკლესა და გვანცას ბავშვებს, ერეკლე ობოლია, გვანცა ორდასთან ერთად იზრდება, ისინი მეგობრობენ და ამ სოფელში ერეკლეს ნათლიის ოჯახში იბადება კვიცი, ულამაზესი კვიცი, რომელიც აღმოჩნდება ნაწილიანი და ამ კვიცს დაარქმევენ ქედას. ერეკლეც ქედას მსგავსად ნაწილიანია და ნაწილიანი ქართულ მითოლოგიაში გულისხმობს გამორჩეულ ადამიანს ან ცხოველს, რომელსაც დაბადებიდანვე თან დაჰყვება ნიშანი მზის, მთვარის ან ჯვრის ფორმის, რომელიც ანათებს. ნაწილიანობა გულისხმობს, რომ მისი მფლობელი გამორჩეული არის, მას წინასწარ ჭვრეტის უნარი აქვს, ერთგვარი მისი აკისრია, თუმცა ავი იმარჯვებს მუდმივად, თუმცა ის მუდამ საფრთხეში არის. ნაწილიანობის შესახებ არ უნდა გაიგოს სხვებმა, თორემ სიკვდილი დაემუქრება მის მფლობელს.
ერეკლეს და ქედაც ნაწილიანები არიან, როგორც უკვე აღვნიშნე, რაც გულისხმობს, რომ ერეკლეს დიდი მისია აკისრია. ერეკლე გამოირჩევა პიროვნულად, ის არის ძალიან მამაცი, ერთგული, ალალი, უღალატო, თავის თავში დარწმუნებული და ასეთივე გამორჩეული არის მისი მეგობარი გვანცა, როგორც შემდეგ ვიგებთ, მას დაფარულისა და უხილავის ჭვრეტის უნარი აქვს და გვანცა შემკული არის უამრავი დადებითი თვისებით. აქვე ვეცნობით მახარეს ერეკლეს ნათლის შვილს და საქმე ის არის, რომ სოფელში, სადაც აქამდე ნისლი ვერ შემოდიოდა, შემოაღწევენ თეთრი მგლები, ავსულები და ქედას დაგლეჯენ, მუხლებში გადაამსხვრევენ, ქედა ვეღარ დადის და ერეკლე მახარესთან ერთად გაეშურება ვეძის წყლის ჩამოსატანად. ეს გზავრობა არის ძალიან სახიფათო, აქ გაიცნობენ ისინი მაქციებს, შეხვდებიან გველეშაპს, სახელად გველისფერს, ესტუმრებიან ვეძის წყლის უფროს, სადაც ნახავენ ასევე მორგვებს, ტანდაბალ არსებებს, შეხვდებიან მამბერებს, მაქციებს, როგორც უკვე ვთქვი და მოკლედ აი ამ ვეძის წყლით უნდა განკურნოს ერეკლემ ქედა. სიუჟეტური ხაზი იკვეთება თუ არა, ამას არ გავამხელ. აქ ეს წიგნი სავსე არის ხატურული გამონაგონით, ულამაზესი გამონაგონით და ამოვწერე, რომ არ დამვიწყებოდა. თქვენ აქ ხვდებით ჩვენ ხმალს, რომელიც მათ უნდა მოიხმოს პატრონი, ერეკლეს მამის ხმალი არის, გველეშაპი, რომელიც ავსულებს განუდგა და ბავშვებს ეხმარება, ციურ მძივებს, რომელთა ნათება ავსულებს დევნის, სალამურს გედისძვლისგან დამზადებულს, რომელსაც ბოროტის ამოცნობა და განადგურება შეუძლია, კერიის ჭვარკლისგან გამოჭედილ ფარებს, მარანი, ზარი, ნიში, დროშა, სანთელი, ეს სიმბოლოები, რომლებიც წმინდად არის მიჩნეული და მათი დაბრუნებით ზეცა უნდა დაებრუნონ ადამიანებმა. ცროლის მთას, რომელიც ელაპარაკება ერეკლეს, ბროლის ქვით აშენებულ ციხეს, ქვაბულის კედელს, რომელშიც როგორც ღრუბლაში ისე გადიან ერეკლე და მახარე. აქ ამ წიგნში ჩვენ ვხვდებით ასევე ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშებს, რამდენიმე ლექსი აქვს გამოყენებული ავტორს და სიუჟეტური ხაზში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე გააცოცხლა ნატომ დავითაშვილმა ამ ნაწილში ალვისხის მითოსიდან ალვისხე, როგორც ვიცით, ქართულ მითოსში ალვისხე წმინდა ხედი ითვლება, რომელიც ზესკნელში იყო და მის ძირას ვეშაწყალი ამოდიოდა, აქ იყო მორიგე ღმერთი და ჯაჭვზე გადიოდნენ ღვთისშვილები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებოდნენ. აი ალვისხეცაც შევხვდებით და სივრცე, სადაც ეს მოქმედება, მოვლენები ვითარდება, არის ძალიან საინტერესო. პერსონაჟები დადიან სოფლიდან სოფელში, მთებში, გამოქვაბულებში, გაჰყავთ ბილიკები, ესტუმრებიან ერთმანეთს, არიან ძალიან გამორჩეულები პერსონაჟები და აქვე უნდა გამოვყო გველეშაპი, რომელიც ძალიან მაინტერესებს და ბევრს ვკითხულობ ამ მითიური არსების შესახებ. როგორც ვიცით, გველეშაპი ქვესკნელს ეკუთვნის და უარყოფითი ბნელეთის მსახურია, თუმცა ქართულ ხალხურ ზღაპრებში ვხვდებით ჩვენ კეთილ გველეშაპებს და ამ წიგნის პერსონაჟიც გველისფერიც არის
ასეთი დადებითი პერსონაჟი. გველისფერი ავსულებს ემსახურებოდა, მათი თანამზრახველი იყო უფრო სწორად და მოხდება ის, რომ გველისფერი გამოეყოფა ავსულებს და ამის მიზეზი არის ძალიან საინტერესო და გაშლილი წიგნში, კერძოდ გველისფერი ბიჭებს მახარესა და დამავიწყდა სახელი გამახელასა და ერეკლეს ეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც ავსულებსა და ადამიანებს შორის ბრძოლა დაიწყება, ეს ბრძოლა არ დამთავრდებოდა რომელიმეს გამარჯვებით, როგორც ხდება ხოლმე ბრძოლების დროს. რადგან ავსულების მიზანი იყო ქაოსი გაბატონებულიყო მთელ სამყაროში. ამას წინააღმდეგება გველისფერი, რადგან არ სურს, რომ ქაოსი დამყარდეს და გადავა ადამიანების მხარეს. ძალიან საინტერესო არის გველისფერის გამოჩენა ყველგან. ბოლო ეპიზოდში განსაკუთრებით მისი სიტყვები, რომ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და დასაწყისი, გააჩნია ჩვენ როგორ მივიღებთ მას. ასევე ხვდებით ბერბუქნაი ბაადურს, რომელსაც შემდეგ ნაწილში ამბავი ლილე იროელისა კიდევ უფრო ახლოდან ვეცნობით და რაც შეეხება რამდენიმე მთავარ თემას მინდა შევეხო, ეს არის გოგო პერსონაჟები, გოგოების როლი, წინწამოწევა. ნატო დავითაშვილი ყველა წიგნში გვაცნობს არაჩვეულებრივ გოგო პერსონაჟებს. ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი გვანცა, როგორც უკვე აღნიშნე, გამოირჩევა უამრავი დადებითი თვისებით და ფონი გვანცას საზოგადოებას უჭირს მიღება იმის, რომ გვანცას აქვს განსხვავებული თვალთახედვა სამყაროს აღქმის, ის მეგობრობს ბიჭთან, ცხენს აჭენებს, შეუძლია თანასოფლელების თვალწინ ერეკლესთან ერთად ერთ ცხენზე შემომჯდარმა ჩაიაროს. თუმცა ეს ყოველივე მიღებული არ არის და ნატო დავითაშვილი ხაზს უსვამს სწორედ იმ სტერეოტიპულ აზროვნებას, რომელიც გავრცელებული არის დღესაც, რომ გოგოს ბიჭზე ნაკლები შეუძლია. აქ ხვდებით ზაქარიას, გვანცას მამას, ვეცნობით, რომელიც არაჩვეულებრივი მამა არის და გვანცას სურვილების ზურგის ქარია და გვანცას დედა, რომელიც ვერ უგებს თავის შვილს, თუმცა ერთ-ერთი პერსონაჟია მარია და მასთან საუბრისას გვანცას დედა თავის ხედვის კუთხეს შეიცვლის. ძალიან საინტერესო არის ეს საუბარი, რომელიც მარიასა და გვანცას დედას შორის გაიმართება. მარია ეტყვის და აფიქრებს იმაზე გვანცას დედას, რომ მას სურს მისი თვალით შეხედოს სამყაროს გვანცამ და რომ ზოგჯერ შვილები მარტო საკუთარი თავისთვის, ზოგჯერ კი საკუთარი თავისთვის არ აჩენენ ადამიანების შვილებს და დააფიქრებს სწორედ გვანცას უამრავ თვისებაზე, რომლებიც ამ გოგოს შეუძლია უფრო საინტერესო საქმეებისთვის გამოიყენოს. ასევე მეორე თემა ის არის ბავშვებისა და უფროსების ურთიერთობა, რადგან ორივე სიუჟეტურ ხაზში, რომელზეც უკვე ვისაუბრე, ბავშვები და უფროსები ერთად არიან, ერთად მოქმედებენ, ან დამოუკიდებლად მოქმედებენ, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და მათ აქვთ ეჭიდებიან ძალიან დიდ პრობლემებს, აგვარებენ და ბავშვების სამყარო როგორი მნიშვნელოვანი არის, ფიქრობ ამის ხაზგასმა სურს მწერალს, რომ მათ უნდა მოусმინოთ და მართლაც საოცარი ძალა აქვს თითოეულ ბავშვს. მე როგორც მასწავლებელს შემიძლია ჩემი 10 წლიანი გამოცდილებით ძალიან მყარად თქვა ეს
ბავშვების ბუნება შემდეგ თანდათან იცვლება და ის რაც მათ აქვთ რაღაცნაირად უფერულდება ზრდასრულობასთან ერთად. ამიტომ, როდესაც უფროსი და ბავშვი მეგობრობს და თანამზრახველები არიან, ერთად მოქმედებენ, ამას კიდევ უფრო დიდი ძალა აქვს. მეგობრობა, საოცარი მეგობრობა, დედაშვილობა, რამდენიმე დედაშვილი გვხვდება ამ წიგნში და მათი ურთიერთობა ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე. როგორც ფენტეზის ჟანრს ახასიათებს, ნატო დავითაშვილიც გვთავაზობს განსხვავებულ სამყაროს, სადაც გმირები იბრძვიან, ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა, ზნეობრივი პრინციპები, ღირებულებები, ეს ერთგულნი დარჩნენ და ჰარმონია დაამყარონ თავის ირგვლივ. წესრიგში მოაქციონ ის სივრცე, რომელშიც ცხოვრობენ. აი ეს ზღაპრულობასთან დაბრუნება, პოეზიასთან დაბრუნება, მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს მკითხველს და განაწყობს მე პირადად ლოცვისთვის განმაწყო ამ წიგნის წაკითხვამ მართლაც რაღაც ამაღლებულ განწყობაზე გაყენებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მორალური დილემებია წამოჭრილი. ეს არის ერთიანობა და მის საპირისპიროდ გათითოკაცებას რა მოსდევს, ერთი ადამიანის ძალა, ინდივიდის ქმედებას, როგორი დიდი როლი აქვს ერთმანეთის ღირსების აღიარებას და ნატო დავითაშვილი ძალიან კარგად ჩადის ადამიანის ბუნების სიღრმეებში, მის დაფარულ ქცევის დაფარულ მოტივებს ძალიან კარგად წარმოაჩენს, რატომ ხდება ადამიანი ბოროტი ან ავსული მაგალითად, ან როგორ ებრძვის საყვარლესი პერსონაჟი გამახელა თავის სიფიცხესა და შინაგან ბნელ მხარეებს, როგორ ხევს თავს უკან იქ, სადაც შეუძლია რომ იყოს პირველი. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ამ წიგნზე. მართლაც უდიდესი შენაძენია ნატო დავითაშვილის იროლთა ქრონიკები ქართული ლიტერატურისთვის და მთელი გულით გირჩევთ, რომ წააკითხოთ თქვენს მოსწავლეებს, წაიკითხოთ თქვენ და მართლაც არ არის ეს თითიდან გამოწვეული, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ უკეთესი ხდები, სულ სხვა ტალღებს, ამაღლებულ ტალღებს მოიტანს თქვენთან ამ წიგნების წაკითხვა. თანდათან შევეცდები, რომ გაგაცნოთ დანარჩენი ნაწილებიც და კიდევ ხშირად ვიმოგზაუროთ ქართული მითოლოგიაში, მითოლოგიურ სამყაროში, რომელსაც ნატო დავითაშვილი ასე საინტერესოდ გვთავაზობს და მის გამოგონილ პერსონაჟებთან, ლიტერატურულ პერსონაჟებთან ერთად გავიხსენოთ ქართული მითიური გმირები. ტოპონიმების შესახებ მოვიძიე, სოფელი გურო ნამდვილად არსებობდა, ცროლის მთაც ხევსურეთსა და თუშეთის გამყოფ ქედზე არის. სოფელი გუროს სევდიანი ისტორია შეიძლება ვიფიქრე, რომ გამოიყენა ავტორმა. ასევე ბალიშზე მინდა გავამახვილა ყურადღება. ეს თეკლამ დამიხატა, მინდოდა რომ ილუსტრაცია შეგვექმნა და ერთგვარი ამ წიგნის იდეას გამოხატავს. ეს არის გურო, სოფელი გურო, სამანის ქვები, გველეშაპი, გველისფერი, ცროლის მთა, რომელიც ნისლით არის დაფარული, თუმცა აქვე არის ნიშა, სადაც ახალი წლის ღამე მეკლემ უნდა აიტანოს სანთელი და ფეხში შველა მაანთოს და ცროლის მთა ირჩევს რჩეულს. აქ და ქვემოთ კი მთავარი პერსონაჟები გუროში, გუროს
მცხოვრები ერეკლე, ობოლი ერეკლე და მისი მეგობარი გვანცა. ჩაცმულობაც წიგნის მიხედვით გადავწყვიტეთ. თავდაპირველად ავტორი როგორც გვაცნობს მათ ზუსტად ისე ჩავაცვით თავისი ჭრელი წინდებით, მამის ნაქონი ტალავარით, ხო სწორად ვამბობ ამ სიტყვას, ერთი წუთით კი, ტალავარი. თიხის ბეწვის ჯუბაძე გვანცას, ცხურის ბეწვისა კი ერეკლეს, თექის ქუდები, ერეკლეს შავი თექა, ხოლო გვანცას ჭრელი, მეწამული კაბა, მოკარგული გულისპირით და ტილოს ხამი პერანგი ეცვა ერეკლეს. ფრაზას რაც შეეხება, ასეთია, ბეძისწყლის უფროს რომ ესტუმრებიან ერეკლე და გამახრელა, ძალიან საინტერესო რჩევა დარიგებებს მისცემს ბიჭებს და ერთ-ერთი ასეთი იყო. იცოდე ვერავინ დაგამარცხებს საკუთარი თავის გარდა, არასდროს გაივლო გულში საყვედური. და ერეკლე მართლაც ასრულებს ამ რჩევებს. დაეცროლის მთის გზებით გვევლოს ყველას ჩვენს გზებზე. ცროლის მთა გვიცავდეს უფრო სწორად ჩვენს სავალ გზებზე. მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა ავტორს ნატო დავითაშვილს ამ ჯადოსნური არაჩვეულებრივი სამყაროს ჩუქებისთვის. დიდი მადლობა გამომცემლობა ინტელექტს.